ძალიან ბევრ ქვეყანაში ხან ამყოფი და მაინტერესებს უცხოეთის სტუმართმოყვარეობა, აი დადებითი საჩექვედრია, უარყოფითი საჩექვედრია. ეგ ძალიან ისეთი კითხვა რა, აი ყოველთვის ვამბობ რა ქვეყანაში რომ მიდიხარ, შენი ერთი ჩასვლით და ერთი თვე გაჩერებით იქ ვერ მიხვდები რასთან გაქვს საქმე რა. ანუ როგორი კულტურა აქვს, როგორი ტრადიციები, იმიტომ რომ შეიძლება შენ ჩახვიდე და ერთ რაღაც კონკრეტულ რაღაც ესე ვთქვათ bubbles სამეგობროს ან რაღაცა მაგათთან ერთად გაატარო და ისე კარგად დაგამახსოვრონ ყველაფერი რომ გაგონოს რომ აი ძალიან საუკეთესოა, ან კიდე შეიძლება ჩახვიდე და ვიღაც ისეთები შეგხვდნენ მაინდა მაინც შენ რაღაც ცუდად განწყობილი ხალხი ან რაღაც ისეთ ადგილას იყავი რა. რომ აი რაღაც ვერ მიხვდი. ეხლა კაი მაგალითი მაქვს, ეხლა ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული ეს ლიბანიდან და ეგ თქვა რომ აი თბილისში რომ ვიყავიო, ვერ ვიგზენიო ეს. აი ხო ამბობენო სტუმართმასპინძლობაო და ისა და მე კი ვერ იგზნობდი რა. თბილისში ხარ ახალგაზრდა ხალხთან ერთად ბიჭი, ანუ ისე. და დიდად ესე ვერ ვიგზენიო, მაგრამ მე სოფელში რო ავედიო, გავგიჟდიო რა. ანუ აი ყაზბეგშიც რო ავედით, იქაც რო ავედით, ანუ გაგიჟდა, იმიტომ რომ საერთოდ სადაც მივდიოდით, ეგრე ყველა რო გეპატიჟებოდა თავისთან, მოდი ისა, მოდი ესა და ამიტომაც ახლა ეგეთი ისა მაქვს რა, რომ აი გააჩნია როგორ სად წავალ, სად გამიმართებს. ახლა მაგალითად აი პაკისტანი ხო? ჩემი პირველი გამოცდილება იყო, არაფერი არ ვიცოდი დიდად და ну ძალიან სტუმართმასპინძლებ მოყვარეები ყოფილან, რაღაც თავისთან მიდი პატიჟებენ, ან რაღაც საჭველებს რო ყიდიან, ფულზეზე არ გათმევენ, ვიღაცა გიხდის, აი რაღაც ჩემთვის იყო ტაქსში ჩავჯექი, არ გადამახტევინეს ფული, აი ხო იცი, აი არ ვიცი რა, ეგ არის ძალიან ისეთი ინდივიდუალური გამოცდილებები ჩემი